ყველას პიცა, აის, ცხელი შოკოლადი გვინდა. მოკლედ, ყველას ვისაც გინდათ რომ ლამაზები იყოთ, ჩემთან მოდით. ახლა ვყიდი თმის დასასწორებელ უთოს, თმის ამაგრებს, კოსმეტიკას. მოდით. ლორენ, გინდა რამე გიყიდო? არ არის საჭირო, შენი კოსმეტიკა ვის ჭირდება? მაკიაჟის გარეშეც ლამაზები ვართ. გეთანხმებით. ფეხბურთელებო, მე როგორც ვფიქრობ, გჭირდებათ კოსმეტიკა. ხო, და დიანას ასევე ძალიან კარგი სუნამო აქვს. არასდროს არ მიგრძნია თქვენგან კარგი სუნი. ბაყაყებო, თქვენ არ გინდათ ნახოთ აქ რა მაქვს? ყველაზე კარგი სუნამო მაქვს. აი, ყველას უნდა, მართლა. ნახეთ. არ მესმის რანაირი გაყიდვები მოაწყო აქ დიანამ. ალბათ ცუდი ფინანსური სიტუაცია აქვს. მოდით რამე ვიყიდოთ. ზუპ, შეგიძლია ის სუნამო მიყიდო? თუ ბარათი შემიძლია გადახდო, მაშინ გიყიდი. გოგოებო, გაიგეთ ზუპი რა გულუხვია? გულუხვი. გოგოებო, ასევე მაქვს ულამაზესი სარკეები. არ გინდათ რომ ლამაზ სარკეებში ჩაიხედოთ და ლამაზი საკუთარი თავი დაინახოთ? მოდით, იყიდეთ. აი ეს სამი ცხელი შოკოლადი ბანი. არ მისმის დიანა იქეთ რას ყიდის. დიანა, მან რას ყიდი? აი ეს დამშვიდი კოსმეტიკას ყიდის და არა დონატებს. გოგოებო, ვის გინდათ აბა ასეთი ფუნჯები? ვხედავ ტონალური ცოტა ცუდად გაქვს გადანაწილებული და ეს იდეალურად გადაანაწილებს. ლეილა, არ გინდა რომ იყიდო? პიცა, შენც მოდი. დიანა, ძალიან მინდა და ახლავე ვნახავ თუ დამჩახურდა რა. პიცა, მოდი, მალე. რატომ არ ყიდულობს არავინ არაფერს? გოგოებო, რატომ არ ყიდულობენ? დიანა, არავინ არ ყიდულობს, იმიტომ რომ შენ ყიდი. ხო, პრინციპის ამბავია. გოგოებო, იქნებ თმის ამაგრები გინდათ, აი ასეთი საყვარლები. არ გჭირდება, თავ ასე ვერ ვიყიდი ვერასდროს iPhone-ს. დიანა, რანაირად იქცევი? iPhone-ისთვის ჩვენ გვისაღებ რაღაც სისულელებს? ლეილა, შეიძლება რომ სუნამო გიყიდო. აქ მაგარი სუნამოები იყიდება. არა, ალან არ მინდა დიანასგან არ ვიყიდი არაფერს. ლორენ, დიანას უნდა რომ ახალი ტელეფონი იყიდოს და არ გინდა მისგან რაღაცები ვიყიდოთ. არა, დიმა, ჩემი ლამაზითმა ყოველთვის ჩამოშვებული უნდა იყოს. თუ გინდა რომ დიანას ფული შეგროვებაში დაეხმარო, ვნახოთ აბა ფასები. დიანა, რამდენად ყიდი? დიანას იდეალური ფასები აქვს, აი თინეიჯერებისთვის. მართლა იყიდეთ. სუნამო $40. თმის ამაგრები $2 თითო, მაგრამ შემიძლია ერთი დაგიკლოთ. არა, მადლობა, ძალიან ძვირია. ლორენ, ძვირი საერთოდ არ არის. ჩვენთვის ძვირია. დიანა, ორთქლის უთო რომ მქონდეს, ალბათ ვიყიდდი. ბლონდი, ორთქლის არ არის, მაგრამ ასეთი მაქვს, ხომ არ გინდა გამოგადგება? არა, მადლობა, ეგ შენთვის დაიტოვე. ყველაფერი გასაგებია, ჩემგან არავინ არაფერს იყიდის. გოგოებო, ჩამიშალა, ჩემი გეგმა. დიანა, საკუთარი თავი გაახარე და წადი და იყიდე ეს iPhone-ი. არ შემიძლია, განსაზღვრული მაქვს ბიუჯეტი. უბრალოდ ვერ წავალ და ვერ ვიყიდი, მთლიან ფულს ვერ დავახარჯავ. დიანას უნდა რომ ფული იშოვოს iPhone-ისთვის და როდესაც ასე ყიდულობ, უფრო და უფრო გინდება და უფრო კარგად გრძნობ თავს. მე ძალიან მიხარია, როდესაც ვიღაც რამეს მჩუქნის. ველოდები პრინცს რომ ახალი iPhone-ი მაშუქოს. მართლა რა მაგარი იქნება. მაგარია ნასტია, შენ დაელოდე, მაგრამ მე მინდა რომ ფული ვიშოვო და ჩემით ვიყიდო. პიცა, სალაროს ფული რატომ აიღე? რაღაცის ყიდვა მინდა დიანასგან. არა, უკან დავაფუნე, მე გიყიდი. აბა მითხარი რა გინდა? აი, სერიოზულად? ხო. სუნამო მინდა. და რამდენი ხილს? $40. კარგი, წავალ და ვიყიდი. ხო, აი ის მართლა მადლობა. პირველი მომხმარებელი. დიანა, სუნამოს ყიდვა მინდა. აი, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. მართლა მაგარი სუნამოა, მეც კი ვიყენებ. და რამდენი ხილს? $40. და 30-ად ვერ მომცემ? აი, ის გოგოს უნდა ევაჭრო? კარგი, იყოს, ავიღებ. მადლობა, გოგოებო, ის დაინახეთ? აი, ისი როგორი გულუხვია. პიცა გახარებული იქნება. დიანა, შეგვიძლია სხვა გოგოებთან წავიდეთ და შესთავაზემათ, ბევრი გოგო ყავს სკოლაში. ხო, მართალია, უბრალოდ დავამთავროთ ამის დალევა. გაგვიმარჯოს. აი, პიცა გავუმართვე. აი, ამაზე ვოცნებობდი, ძალიან მაგარია. ხო, ძალიან მაგარია და თანამამდროულად ძვირი. მადლობა. ვაიმე, ყველა როგორი ბედნიერი და საყვარელია. ალან, იცი რა? მინდოდა ეს სუნამო. წავდი, მიყიდე, გთხოვ. კარგი, ლეილა, ახლავე. ეს რანაირი ცირკია? ყველა ბიჭი თავის გოგოს კოსმეტიკას ყიდულობს. ძალიან სულად გრძნობ თავს.
ხო, ჩვენ არ ვიყიდოთ ჩვენთვის არაფერი. ხო, დაველოდოთ როდის გვეყოლება შეყვარებულები და მათ გვიყიდონ. მე ზუპი მიყიდის, მაგრამ დიანასგან არა, იმიტომ რომ PayPass-ით ვერ ვიხდი. საყვარელო, ყველაფერს გიყიდი რაც გინდა. ნახე ვინ მოდის გაგიჟებული ფანი. დიანა არ მადარდებს ვინ მოდის, რაც შეიძლება მეტი რაღაც აყიდინე, რომ ფული შეაგროვო. გამარჯობა დიანა, შემთხვევით რომ ვარდისფერის უნდა მოხვარ გვაქვს. მინდა ჩემ ლეილას ვუყიდო. ალან, რა კარგია რომ გინდა რომ შენი შეყვარებულისთვის იყიდოს უნამო, მაგრამ მხოლოდ ერთი მქონდა. სხვა ბევრი რაღაც მაქვს. სარკეები, თმის ამაგრები, ჭვიალები, თმის დასასწორებელი უთოцკი, ტურჩსაცხი, ფუნჯები, რავი. არა, ლეილას უნდა მოუნდა და ბოდიში დიანა. ალან, სად არის ჩემი უნამო? ლეილა, მხოლოდ ერთის უნდა მოქონდა და ვერ გიყიდე, იმიტომ რომ უკვე აისმა იყიდო. უნდა დაგესწრო მისთვის. ხო, მაგრამ შენ თქვი რომ დიანასგან დაყიდი არაფერი არ გინდოდა. ალან, შენით უნდა მივხვდარიყავი, რომ მენდომებოდა შემდეგ. შენი გონების საკითხვა არ შემიძლია. ცუდია, ალან, ჩემთან ყოფნა თუ გინდა, უნდა ისწავლო ჩემი გონების საკითხვა. გოგოებო, მეტის უნამო უნდა წამომეღო. ისეთი კარგი სუნი ჰქონდა. არა უშავს დიანა, სკოლაში კიდევ ბევრი გოგოა და ბევრი მოსწავლე. იმედი მაქვს ყველაფერს იყიდიან ჩემგან. რა მაგარია ახალი iPhone-ი, ძალიან მინდა რომ ვიყიდო. ისე დიანასაც ძალიან უნდა რომ იყიდოს. სმან, ისე რაღაც მაინტერესებს. ახლა დიანას შეყვარებული რო იყო 100-მდე. შენთვის იყიდე iPhone-ს თუ დიანასთვის? ჩემთვის რა თქმა უნდა, დიანას შეყვარებული არ ვარ. მეც ძალიან მინდა რომ ვიყიდო. ოღონდ ცისფერი ფერის. მე შავის ყიდვა მინდა. მორჩა, უნდა შევწყდო ფულის დახარჯვა და ახალი ტელეფონისთვის ფულის შეგროვება უნდა დავიწყო. ისე მეგობრებო, მე ჩემი ძველი მოდელით მოყოფილი ვარ. საერთოდ მჭირდება ახალი ტელეფონი, რომ მაგარი ტიპი ვიყო. პირიქით, მე უნდა ვიყო მაგარი ტიპი, რომ ტელეფონი გავხადო მაგარი. ხო. მე მართლა არ მჭირდება. ბიჭებო, გამარჯობა. ეს ახალი ბაჭია ყავს. ახალი ძალიან დიდი წამწამებით. ბიჭებო, რაზე იცინით, ეს უბრალოდ ჩემი ახალი კოსტუმია. რა ჩემი ბრალია, თუ კოსტუმს დიდი წამწამები აქვს. არა, პირიქით, საყვარლობაა. ახლა საყვარელი მასკოტი გვეყოლება. წამწამებიანო ბაჭია. ისიც რა გავიბურთელებო, უკვე თქვენი წასვლის თუა. აქ მალე ვარჯიში გვეწყება. ამიტომ კარგად იყავით. ეს ბაჭია საყვარელი არ ყოფილა, შეხედეთ როგორი მკაცრია. კარგი მეგობრებო, მართლა თავი დავანებოთ, თორემ მე ისევ ჩილიდერებთან ჩაგვიშვებს. მთელი დღე ერთ-ერთი რასაც აკეთებ ციცილია. მე კიდე მასკოტი ვარ და ამით ვამაყობ. კარგი გოგოებო, ახლა ყველაფერს გავყიდი და ფულიც მექნება შემდეგ iPhone-ისთვის. მოგესალმებით გოგოებო. აბა რაზე გინდა რომ გველაპარაკა? გოგოებო, კიბეზე ადით. დიმა, მალე 3 თვე შეგვისრულდება და იქნებ როგორმე გავერთოთ რესტორანში წავიდეთ. და სახლში ხوارჯობია, შემიძლია მშობლები გაგაცნო. დიმა, გოგოები შეყვარებულის მშობლებს მხოლოდ ქორწილამდე იცნობენ. უბრალოდ ჩემ მშობლებს ჩემი შეყვარებულის გაცნობა უნდათ. მე რესტორანი მინდოდა ვარდის ფურცლები, მაგრამ კარგი იყოს მშობლები, იყოს. გოგოებო, ახლა ყველაფერს გაჩვენებთ. დიანა, მაგრამ ადგილი რომ არ არის, დიდ ადგილს არ წავიღებ მართლა. ნახეთ, აქ ულამაზესი სარკეები მაქვს. დიანა, გვაჩვენე კიდევ რა გაქვს. გოგოებო, კიდევ სახის ფუნჯები მაქვს, აი ასეთი. და თმის ამაგრები. შეგიძლიათ იყიდოთ. ხო, თან ისეთი გოგოშკური და საყვარელი და ნაზია. უბრალოდ დიანამ ახალი iPhone უნდა იყიდოს და ძალიან სჭირდება. iPhone-ი? ამ ყველაფერს iPhone-ის გამოვაკეთებ? ჩვენც გვინდა ახალი iPhone-ი. ამიტომ შენგან არაფერს ვიყიდით დიანა, რომ შენც არ იყიდო ის iPhone-ი. როგორი მოიცადე გშურთ? კარგი, გასაგებია, თუ არ გინდათ არ იყიდოთ ჩემგან არაფერი. იანა, რას ფიქრობ? საკმარისი კოსმეტიკა მაქვს უკვე, მადლობა. კარგი, მაშინ თქვენ თუ არ იყიდით, ვინმე სხვა იყიდის, არ არის პრობლემა. ნახე, როგორი ჭკვიანია, სპეციალურად რაღაცებს ყიდის, რომ iPhone-ი იყიდოს. ხო, მაგრამ ვერ იყიდის, იმიტომ რომ ჩვენ არ გვიყიდია მისგან არაფერი. ზუსტად. ხო და გოგოებო, რადგანაც იანასგან არ იყიდეთ არაფერი, მაშინ დონაცია გააკეთეთ უსახლკარო ცხოველებთან. კარგი რა, იანა, გამოგვიჭირე. გოგოებო, მეც მიყვარხართ. მიდით, ცხოველები არ იცდიან. ჯანდაბა, რატო არ პოულობ ვერაფერს ჩემს კარადაში? რა ხდება? ჯიჯი, ალბათ იმიტომ რომ ერთხელ მაინც უნდა დაალაგო შენი ტანსაცმელი. მადლობა ჯული, შენ ისეთი სუფთა ხარ. ჯულის არაფერი დაუშავებია. ლუზერებო, გამარჯობა. არ გინდათ რომ ჩემგან რამე იყიდოთ? კოსმეტიკა მაქვს, ფუნჯები. გვინდა? არა. რა თქმა უნდა, ჩემგან არავის არაფრის ყიდვა არ უნდა. უბრალოდ არ მესმის, რატომ იხევენ უკან, როცა იგებენ რომ ახალი iPhone-ის ყიდვა მინდა ამ ფულით. ეგრევე უარს მეუბნებიან.
ხო გოგოებო, მეც არ მესმის ეს რა პრინციპია, რომ გაიგეს რომ iPhone-ის ყიდვა უნდა გინდა და ეგრევე უარი თქვეს. გოგოებო, მე ვიცი, შური, მეტი არაფერი. დიანა, რა გაქვს, რამე დამატენიანებელი ხომ არ გაქვს სახისთვის. ან ტუში მინდა. გოგოებო, თქვენი სრულების დაპაუზება არ შეგიძლიათ. ხო, ჯული, მართლა ფული საერთოდ აღარ მაქვს. ისედაც მთლიანი ფული პარკში დავხარჯე. დიანა, აუცილებლად ვიყიდდი რაღაცას, მაგრამ ახლა ფული არ მაქვს. დიანა, ხვალ ვიყიდით, მთავარია რომ სახლიდან წამოვიღოთ ფული. მადლობა გოგოებო, არ არის პრობლემა, ხვალ იყიდეთ და ბიჭებო, თქვენ ძუნწები ხართ. ვა, გოგოებო, გამარჯობა. იცით ჩვენ მასკოდი ვნახეთ. ოღონდ ახლა გოგო მასკოდი გახდა. ხო, საყვარელი მასკოდი. ბიჭებო, რაზე ლაპარაკობთ? კალთბურთელებო, შეგიძლიათ კოსმეტიკა გვიყიდოთ, ოღონდ დიანასგან? ხო, სხვათა შორის, ჩემი ლამაზით მისთვის დასასწორებელი მჭირდება. გოგოებო, კალთბურთელებო, დიანას ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც აქვს. დიანა, რამეს ყიდი? ხო, კალთბურთელებო, კოსმეტიკას ვყიდი გოგოებისთვის. მინდა რომ ახალი iPhone-ი ვიყიდო და მაგისთვის შევაგროვო 13, თან ცისფერი ფერი მინდა ძალიან. ვა, დიანა, მე ზუსტად ეგ ფერი მინდა რომ ვიყიდო, მაგრამ რომ მეუიძახის რომ შავი ფერი ჯობია. ხო, მე შავი ფერი მინდა. კარგი ბიჭებო, თქვენ რა გინდათ არ არის მნიშვნელოვანი, გვიყიდით რამეს თუ არა? ხო, დიანას დაეხმარეთ რა ფულის აგროვებაში გეხვეწებით. Smile Timur, შეგიძლიათ ჩემგან იყიდოთ, ჩემთვის რამე? კარგი და რა შეგვიძლია ვიყიდოთ? ვა, მაგარია, შეგვიძლია დიანასგან რაღაცები ვიყიდოთ და ეს ყიდვა ჩაგვეთლება როგორც დონაცია, რომ დიანამ თავისი ტელეფონი იყიდოს. არა, რაიმე ქველმოქმედების მსგავსი არ მჭირდება, უბრალოდ ფულის გაკეთება მინდოდა, გოგოებო, წავედით. მასკოდის ნახვა არ დაგაუწეთ, მაგარი საყვარელია. გონი დიანას რაღაც ეწყინა. მისგან რაღაც უნდა გვეყიდო. კოსტია, ნახე, ზუპი და ზაკი ჩვენთან არც მოსულან, სულელი ბიჭები. ხო, მართალია, საერთოდ აგვივიწყეს. არა უშოს კოსტია, საიდუმლოს ჩვენც გავიგებთ და როდესაც ნამდვილი თინეიჯერები გავხდებით, აი ამ სკოლას მე და შენ დავიბრყობთ. ვა, ზალინა, არ მეგონა თუ შეგეძლო რომ ასეთი ბოროტი ყოფილიყავი. იქნება არც საჭირო რომ ნორმალურები გავხდეთ. არა კოსტია, ზალინა შურს იძიებს, მან იცის როგორ უნდა იძიოს შური. კარგი ზალინა, მიდი შური იწია, ოღონდ სკოლიდან გაგდება არ გაგიგვირდეს. გამარჯობა მეგობრებო, რაღაც საუბარი მომესმა და შურის ძიებას ვინმე სიაპირებს. გამარჯობა მასწავლებელო მაიკ, როგორ არიან ზუპი და ზაკი? კარგად სწავლობენ? ზალინა, როგორ სწავლობენ არ ვიცი, მაგრამ დამიჯერეთ, თუ ცუდად სწავლობენ, სკოლიდან აუცილებლად გავარდებიან. კოსტა, ისე ზომბის ხოვში უკვე ძალიან დიდი ხანია რაც ხარ. შენს გარეშე მოვიწყინეთ. არ ინერვიულობთ მასწავლებელ მაიკ, არ აქვს მნიშვნელობა, მალე ყველას შევუერთდებით. კოსტა, ოღონდ იცოდე, ასეთი გარეგნობით არა. მასწავლებელო მაიკ, ნორმალური გარეგნობით მოვალთ, მაგრამ გვინდა რომ საიდუმლო გავიგოთ. კარგი მეგობრებო, წარმატებები თქვენ საიდუმლოში, ოღონდ შური არავისი არ იძიოთ. ეს მასწავლებელო მაიკ, თქვენი გადასაწყვეტი არ არის. კოსტია, დღეს გაკვეთილების შემდეგ უნდა მოვძებნოთ ინფორმაცია, როგორ გავხდეთ ჩვეულებრივი თინეიჯერები. ხო, ზალინა, და ნორმალური თინეიჯერები გავხდებით და ჩვენი ცხოვრება შეიცვლება. ისე საინტერესოა, როგორი იქნები. ყველაზე ლამაზი გოგო გავხდები, კოსტია. გოგოებო, iPhone 13 მალე არ მექნება, მაგრამ ძალიანაც არ მწყინს, 12-იც მომწონს. არ არის პრობლემა. კარგი რა, დიანა, არ გეწყინოს. გოგოებო, არ მწყინს, კარგად ვარ მართლა. მოდით ფორმა ჩავიცვათ, წავიდეთ დარბაზში და ვივარჯიშოთ. თანამედროვედ მინდა რომ მასკოტის ახალი კოსტუმი ვნახო, რაც შეიძლება მალე. დიანა, ეგ გენიალური იდეაა. თავი მაღლა. გამარჯობა ბანი. გადავწყვიტეთ რომ შენგან მაინც ვიყიდოთ რაღაცეები. უბრალოდ ფუნჯებიც გვჭირდება, თმისამაგრებიც, ოღონდ თუ ფასდაკლებას გაგვიკეთებ. გამოიქცნენ. მოდით გოგოებო, უბრალოდ მოგცემთ ამ ფუნჯებს, იმიტომ რომ მივხვდი რომ ვერ ავაგროვებ მაინც ფულს ახალი iPhone-ისთვის. დიანა, რა კეთილი ხარ? ფულის დახარჯვა არ მოგვიწევს და დიანა iPhone-ს ვერ იყიდის თავისთვის. ხო, ფული არ აქვს, არაფერი აქვს დიანას. გოგოებო, არ ინერვიულოთ, iPhone-ს ვიყიდი მაინც, ოღონდ ცოტა ხანში. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ რაც გინდათ. ვაიმე, ეს არ მინდა. ბაყაყებო, ახლა გავდივართ და როდესაც ყველაფერს აიღებთ, შემდეგ კარი დაკეტეთ, კარგი? რა თქმა უნდა, დავკეტავთ. გამარჯობა მასკოტ. მასკოტი ახალ კოსტუმშია, სხვათა შორის ძალიან უხდება. გოგოებო, გამიხარდა რომ მოგეწონათ. ახლა კი გამოიცვალეთ, მალე ვარჯიში უნდა დავიწყოთ. ხო, მასკოტ, გეთანხმები. გოგოებო, მოდით, გამოვიცვალოთ რაც შეიძლება მალე, ვივარჯიშოთ და სახლში წავიდეთ. რა? დიანა, რა მოხდა?
ცუდად ხომ არ ხარ? არა, გოგოებო, უბრალოდ iPhone 13 მიდევს კარადაში. ლურჯი როგორიც მინდოდა ზუსტად ეგეთი. მოიცადე რა? შეხედეთ. გოგოებო, ხო იცით, მალე ვარჯიში უნდა დავიწყოთ. მასკოტ, შენ ხომ არ იცი ვინ დადო ახალი iPhone 13 და პატარა ბაჭია ჩემს კარადაში? ვინმე ხომ არ ყოფილა აქ, ჰა? არა დიანა, მე არაფერი არ დამინახავს. მართლა ახალი iPhone-ია. დიანა, იქნებ წერილია აქ სადმე. არა, გოგოებო, წერილი არ არის. კარგი დიანა, გახსენი, იქნებ ვიღაცამ გადაწყვიტა რომ ცუდად გეხუმროს. ნასე, არ მგონია, მძიმე არის ეს ყუთი. კარგი, ჩქარა გახსენი, უფრო მალე. დიანა, ყუთში რამე დევს? მასკოტ, არ ვიცი, ვხსნი? დიანა, ვინ იცოდა რომ ახალი iPhone გინდოდა? ნასე, მთელმა სკოლამ იცოდა რომ ახალი iPhone გინდოდა. ყველა მიცოდა, მაგრამ ვინ გიყიდდა? დიანა, ძალიან იღბლიანი ხარ, ნუ რა თქმა უნდა. კარგი, გავხსნა? იმედი მაქვს შიგნით რამე სხვა არ იქნება, რაღაც კლოუნის ნახატიან რამე. 1, 2, 3. ვაუ, გილოცავ დიანა. ახალი ტელეფონი გაქვს. მადლობთ. გოგოებო, მასკოტ, გამარჯობა. ბიჭებო, აღიარეთ ვისგან არის ეს iPhone-ი. iPhone-ი, ცისფერი, 13. გასაგებია დიანა, კალათბურთელები არ ყოფილან, მაგრამ თუ არა კალათბურთელები, აბა ვინ? გოგოებო, მართლა ვერ დავინახე ვინ იყო. დიანა, ესე იგი ახალი ფანი ყავს, ხო? დიანა, ესე ახლა ვფიქრობ, ნეტა რამდენი შეყვარებული ყავს. არ იცის ვისგან არის, თქვენ რატომ წუხდებით? კარგი, როცა გაიგებთ, გითხარით. წავიდეთ. ხო, შოკში ვარ ცოტა. ბავშვობა, თქვენ ხომ არ იცით ვინ მაჩუქა ეს iPhone-ი? რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, მაგრამ კიდევ შოკში ვარ, ასეთი საჩუქარი. კარგი, არ ვიცი, თუ იცით ვინ მაჩუქა, გთხოვთ კომენტარებში დაწერეთ. და ლაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭერეთ ძარს. ახლა უნდა წავიდეთ და ვივარჯიშოთ. იმედი მაქვს მალე გნახავთ. კარგად. გოგოებო, აბა ვისგან გგონიათ? წარმოდგენა არ მაქვს დიანა. დიანა, რომ ვიცოდე, ეგრევე შენ გეტყოდი. კარგი გოგოებო, აუცილებელია გავარკვიოთ ვისგან არის. გოგოებო, ისე ხო არ ფიქრობთ, რომ ამ კოსტუმში ძალიან დიდი ვარ. ყველაზე მაგარი ხარ, მასკოტ. გამოვიცვლით და ბარჯიში დავიწყოთ. ახლა ყველა საყვარელ ბაჭიას რატომ ეძახის? მე მასკოტი ბაჭია ვარ.